გადაცემის სპონსორია PSP. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. დიდი მადლობა ბენს, გამარჯობა მოგესალმებით ვანოს შოუ, პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. გადაცემას ვიწყებ ტრადიციულად ძვირფასო მეგობრებო, სოლიდარობას უცხადებ უკანონოდ დაკავებულ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად ყველა უკანონო დაპატიმრებულ მოქალაქეს. მათ რიცხვებს გუშინ შეემატა პოლიტიკოსი ზურა ჯაფარიძე, თავისუფლებას უსურვებ ზურას. ვიწყებ ცენტრალური თემით, ქართული ოცნება მამწუხარებით იუწყება, რომ Deep State-თან თავგანწირულ ბრძოლაში დამარცხდა დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია. ნახოთ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადება, ძვირფასო მეგობრებო. ქართული ოცნება ანტიამერიკული ძალაა. ამ ინფორმაციის შემდეგ მე მგონი დროა საქართველოში ბუშის ქუჩას დაემატოს ჯო ვილსონის ქუჩა, ტრამპის გამზირი და მარკო რუბიოს სახელობის მოსასვენებელი სკვერი. გახსოვთ ალბათ არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერთი კვირის წინ ღია წერილით რომ მიმართა დონალდ ტრამპს. ამერიკამ კობახიძის წერილის სავარაუდოდ წაიკითხა და აგერ უკვე შემდეგ კვირას რუბიომ თქვა, ოცნება ანტიამერიკული ძალაა და ზომებს მივიღებთ, რომ თქვენმა მთავრობამ ფასი გადაიხადოსო. ალბათ ამ წერილის შემდეგ ამერიკა მიხვდა ამ ფსიქოპატების ხელში, როგორ მძიმე მდგომარეობაში ვართ ხალხი და გადაწყვიტეს, რომ გვიშველონ. მოკლედ ზარქუას უკვდავი სიტყვით მინდა აქედან გამოვეხმაურო ამერიკას, მისტერ ტრამპ, აბა თქვენიცით. Go, მისტერ ტრამპ. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ამ განცხადებაზე რა შეიძლება იყოს ოცნების გაправება. მოდი აი ბევრი რო არ ვიფიქროთ, ალბათ თანამდებობას გამოიყენებენ. რუბიო ვინ არის? სახელმწიფო მდივანი. ახლა კაცი მდივანია რა. ხან ყავას მოადუღებს, ხან ზარებს უპასუხებს. მდივანს ვინ კითხავს საქართველოში, რომელი მთავრობა რა იქნება, როგორი იქნება. ესა თქმევინეთ ზარქუას. ჩაინიშნეთ, გამოგადგებათ ეს გაправება კარგია, დამიჯე ამაზე უკეთეს ვერ მოიფიქრებთ. მდივანი წარმოიდგინე, მდივანი ყავას ადუღებს, აბა რა საკეთე. რუბიოს განცხადებაზე დიდხანს არ უფიქრია საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიძის, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრ. ჩავამატებ აქ. მოდით ნახოთ, როგორი ანალიზი გაუკეთა მან სახელმწიფო მდივნის განცხადებას. დღევანდელი პასუხით დადასტურდა, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებით დღესდღეობით არ არსებობს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციაში. მე მგონი აუცილებელია, რომ ყველა ოცნების ყველა კანდიდატმა მინისტრად დანიშნვამდე გაიაროს ტესტირება ზოგად უნარებში. მე ასე ვფიქრობ, ძალიან აუცილებელიც კი, იმიტომ რომ აგერ საგარეო საქმეთა მინისტრს აშკარად წაკითხulis გააზრების პრობლემა აქვს სერიოზული. ზოგადად ყველა ქოცი ეგრეა, წაკითხulis გააზრება უჭირთ, სამაგიეროდ მათემატიკურ ნაწილში ძლიერები არიან, ფულს ითვლიან კარგად. ოცნების წევრები გვიმტკიცებენ ასე არ უთქვამს რუბიოსო, რუბიოს განცხადებიდან ის ჩანს, რომ ამერიკას ჯერ არ აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ რამე კონკრეტული პოზიციაო. ხალხო ქართულ ოცნებაში შეიძლება არ იციან, მაგრამ აქეთ ვიცით ინგლისური ცოტაოდენი. იმდენი მაინც ვიცით, რომ anti-American government გავიგოთ რას ნიშნავს.
ირაკლი კობახიძემ თავის ღია წერილზე ამერიკის პრეზიდენტს ერთი ძალიან საინტერესო პრეტენზია წაუყენა, წინა გადაცემაში გამომჩა და აი ამ გადაცემაში გადმოვიტანე. მოდით ნახოთ ამონარიდი აი ამ წერილიდან. იმ ფონზე, რომ თქვენ არაერთ თუნდაც ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოებთანაც აწარმოებთ აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას, საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არ აქვს. წარმოგიდგენთ რას ეუბნება, რას უწერს. ანუ ჩვენც დიქტატორები ვართო და რა დავაშავეთ, რომ ყურადღებას არ გვაქცევთო და არ გველაპარაკებით ბაქედანო. ანუ თუ ეს არ არისო საკმარისო, შეგვიძლია უფრო მეტი ვიძალადოთ ხალხზე და ჩავყაროთ ციხეებში, ლიჟბი ვიღაცამ გამოგხედოს ამ თეთრი სახლიდან. ოხ შენ რა გითხარი მარკო რუბიო, რა დროს ეს განცხადება იყო? ირაკლი კობახიძე ამას ელოდა შენგან. პრემიერ-მინისტრი რამდენიმე დღის წინ ალბანეთში იმყოფებოდა სერიოზულ სამიტზე და მსოფლიო ლიდერებთან ამის დაალაგა ურთიერთობები. მოდით ნახოთ ირაკლი კობახიძის ზეწარმატებული ვიდეოს, ძვირფასო მეგობრებო. ესე იგი, მე მოგიყვებით რა ხდებოდა ალბანეთში სამიტზე, მთავარ თემას მოგიყვებით. ირაკლი კობახიძეს გავლისას ხელი დაარტყა მხარზე მაკრონმა, მერე მთელი 25 წამი ისაუბრეს. საუბარი იყო ძალიან ნაყოფიერი და მომავლის იმედებით დატვირთული. დანარჩენი 23 საათი, 59 წუთი და 35 წამი იმ სამიტზე საინტერესო არაფერი მომხდარა. მაკრონმა კობახიძეს მხარზე ხელი მოუთათუნა და გამოესაუბრა ამ კადრებს იმედი მთელი დღე აშუქებდა, არა და სინამდვილეში ხელი კი არ დაარტყა, მტვერი გადაწმინდა. იმდენი ხანი იყო უყურადღებო და უმოძრაოდ ირაკლი, რომ ფაქტიურად მტვერი მოედო და შესაბამისად დაკრა ესე კოსტუმზე და ჩამოიფერდა. კობახიძე ალბანეთში გამართულ სამიტზე ოფიციალურად მხოლოდ ორბანს და სერბეთის ლიდერს შეხვდა, მერე მარტო იდგა უხერხულად, აი დაახლოებით როგორ იდგა იცი, აი ტაძრის ეზოში ცხვარს რომ გაუშვებენ და აქეთ იქით რომ იყურება რომ არის ის და გააკეთოს სხვარმა გააუგნებული რო არც არაფერი არ დაბნეული რო აი ეგრე ყავდა ივანიშვილის კობახიძე გაშვებული სამიტზე. მოკლედ ირაკლი კობახიძე მოწევა რომ დაიწყოს მოსაწევ სივრცეში გაცილებით მეტ ადამიანს შეხვდებოდა იმ დღეს ძვირფასო მეგობრებო. ალბანეთის ვიზიტის შემდეგ ხელის მხარზე მოთათუნებით გათამამებულმა ირაკლი კობახიძემ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, ნახოთ რა თქვა. როგორც ჩანს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა მოსწყურდათ. მართალია მაკრონიც იმიტომ გამოელაპარაკა და დაელაპარაკა რამდენიმე წამით რომ კობახიძის წყურვილი აღრჩობდა და ცოტათი დაიკმაყოფილა. აი მაგ დღეს კი მე მაგალითად ჩემი თვალით დავინახე გერმანიის კანცლერს ხელები როგორ უკანკალებდა. აშკარად ეთხოვოდა კობახიძის წყურვილისგან იყო დაუძლურებული. დაუძლურებული, დასნეულებული. ვინ არის ეს კობახიძე? ხალხს ის ვავიცი ეს რა ლომკა აკიდა ამ ევროპას. ურთიერთობის მოწყურების. რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხოთ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს. ძალიან დიდი მობილიზაცია მოახდინა ქართულმა ოცნებამ ამ დღესთან დაკავშირებით. ოჯახის სიწმინდის დღეს სავსე იყო ქუჩა პოლიტიკოსებით, ხოც აქტივისტებით, ოცნების მხარდამჭერი ცნობილი სახეებით, მათ შორის მრავალწოლიანები, ზოგი ისეთი, ზოგი ასეთი, ზოგი ისეთი იყო, რომლის ორიენტაციაზეც 1000 ჭორმართალი დადის. მოკლედ ბევრი იყო ისეთი, რომლისთვისაც ოჯახი და სიწმინდე არაფრის მომცემი უინტერესო სიტყვათა წყობა არის. ოჯახის სიწმინდის დღეს აქცია სოტნე ივანიშვილით შეუერთდა. ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა უკანონოდ დაკავებულ პატიმრებზე, ნახოთ რა უპასუხა ჟურნალისტ სოტნე ივანიშვილმა. გული მტკივა და თანავუგზნობ მათ ძალადობრივ კადრებსაც როცა ვხედავ, მამა ჩემსაც ყველაზე მეტად სტკივა გული და უყვარს ქართველი ახალგაზრდები. თურმე ბიძინას ძალიან განიცდის. ბიძინაც ძალიან განიცდის ამ ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობას. ეს რეები ნახა ამ კაცმა. ეს რეებს უყურა. მაგრამ რა ქნას? თავს ზემო ძალა არ აქვს. ვის დაურეკოს? ვის რას თხოვოს ახლა ბიძინა ივანიშვილმა? როდის ეგ იყო პრემიერ-მინისტრი? ვის ახსოვს საერთოდ? რა ვიცი ვის ეხსომება, ვინმეს 2013-ში ვიღაცა პრემიერ-მინისტრი ამახსოვს, რა ვიცი.
მიძინა ივანიშვილა ზოგადად ქართული ოცნება რომ ახალგაზრდებზე და მათ ჯანსაღ ცხოვრების წესზე ზრუნავს, ეს შემდეგი ინფორმაციიდანაც ძალიან კარგად ჩანს. ქართულმა ოცნებამ დიღმის სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი ააშენა და იქ ცნობილი სახეები დაასაქმა. მათ შორის არიან მომღერალი თემურ თათარაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე და არიან კიდევ ვიღაც მსახიობები, ასე შემდეგ. ბევრი არიან ერთ სიტყვით. ანცეთში ისწავლება ცურვა, ანვარჯიში კარატე და სხვა სპორტული დისციპლინები. ერთი სიტყვით ნახევარმა ქართულმა ესტრადამ სიმღერას თავი დაანება და ბავშვებს კარატეს ასწავლეს. ისე ხო არ ჯობია სახელი შეუცვალოთ მაგცენს და გამაჯანსაღებლის ნაცვლად დავარქვათ მიუსაფარ ესტრადის მომღერალთა და ხელოვანთა დიღმის პანსიონატი. ჩვენს ხარჯი არ ჩენთ და ბარემ პანსიონატი ერქვას. თქვენც მოგეხსნებათ უხერხულობა და ჩვენს შესაბამისად. თათარაშვილი უკვე სპორტის ოსტატი არის მომღერლობასთან ერთად. სცენაზე აწი ესე გამოა. ჰოჯიმე, მე სანამ შენამდე მოვედი. ძალიან ბევრი ვიარ ოს და დირადა. მოდი ვთქვათ, რომ წინა ხელისუფლებასაც ყავდა მომღერლები გაფორმებული სხვადასხვა სამსახურებში. მაგალითად, ალპინის წმენდავებად. მახსოვს ესეთი მუსიკალური ჯგუფები იყვნენ ამაში გაფორმებული. ამათ ყავთ უკვე ცურვის და კარატის სპეციალისტებად გაფორმებული. ერთი სიტყვით სპორტი რომ ძლიერდება, ეს ძალიან კარგია ძვირფასო მეგობრებო, მაგრამ რა არის ისი ქართული კერლინგია ძალიან მიგდებული და რეზო და ბავშვებს ხო არ ჩავაბაროთ? აბა იფიქრეთ. აბა იფიქრეთ მაგაზე. აქაც რა მოვწიოთ ეს ამბავი. გადავდივართ რუბრიკაზე რაღაც ხომ კეთდება. თბილისის მერმა 2 დღის წინ გვახარა რომ რიყეზე დაანგრევენ ცნობილ დოქების შენობას და მის ნაცვლად სასტუმროს ააშენებენ. მოდით ნახოთ კალაძის განცხადება. ნაგვის ბუდე აღნიშნული სიმახინჯის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. ნაგვის ბუდე და სიმახინჯეო, ხდებით, ასე აღწერა კალაძემ რიყის დოქები, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურული შენობების ოცეულშია შესული და ესენი ანგრევენ. მე მესმის ხალხში აზრთა სხვადასხვაობა არის. ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, მაგრამ ფაქტი ესეთია, რომ ოცეულში შედის. აი წარმოიდგინეთ ხალხო, 20 საუკეთესო თანამედროვე შენობა დგას მსოფლიოში და აქედან ერთ-ერთი დგას ჩვენთან. და ამას ანგრევენ. ამიტომ ჯობია რომ დავანგრიოთ. როცა ქვეყანა სიბნელისკენ აქვს გეზი აღებული, არაფერში არ გვჭირდება რამით მაინც ვასოცირდებოდეთ თანამედროვე სამყაროსთან. თან ღირსებიც არ ვართ ახლა ამ შენობის. ამიტომ დაანგრიეთ და ჩაუშვით ისევ დუქნები და ავაგუგუნოთ როგორც ეს მონატრებულ 90-იანებში იყო. კახი რაკენი იცი, დაანგრიეთ ეს დოქები და ისეთი რამ დადგით, რომელიც თქვენს გემოვნებაში ჯდება. თქვენ ხო ძალიან გემოვნებიანი ხალხი ხართ, ძალიან გემოვნები. მაგალითად, ბოლო შედევრი რაც იყო თქვენი ძალიან კარგი იყო რუსთავში, რომ 64-ის კარიბჭის ძეგლი დადგით. აი ეს უმაღლესი არქიტექტურული შედევრი ის დადგით აი აქაც. რატომ უნდა დაიკარგოს ეს უნიკალური ხელოვნების ნიმუში? თან რუბიოს ბოლო განცხადების შემდეგ ნათლად ასახავს ეს ძეგლი იმ მდგომარეობას, სადაც ამჟამად იმყოფებით და ამიტომ ეს ძეგლი პირდაპირ მან რიყეზე დავდგათ. რა პრობლემაა? ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს, მაგრამ პირველი მერცხალი უკვე გამოჩნდა. გახარია ძალიან თამამია. ძალიან თამამი და ღიად გვეუბნება, რომ მერის არჩევნებში იღებს მონაწილეობას. პრინციპში რატომაც არა. სავაჭროდ ახლა დიდებული პერიოდია. ისია ფასები გაზრდილი მწვანილზე და ოპოზიციურ პარტიებზე, რომ აი ვერ მიეკარები. ცეცხლის ფასი აქვს. გახარია გავს პრიმერა დივიზიონის ოსასუნას. სეზონის დაწყებისას იცის, რომ რეალი ან ბარსელონა გახდება ჩემპიონი, მაგრამ მაინც თამაშობს. ვაი და იქნება ფრეგა აგოროს სადმე ან რაღაცა 2 კაპიკი გამორჩეს სადღაც რაღაცას. აი რაღაცა პეტრებს სადღაც. გახარიას არჩევნებში მონაწილეობაზე ასეთი რეზიუმე შეიძლება გავაკეთოთ. მოგებით ვერ მოიგებს, მაგრამ არც წააგებს. იმიტომ რომ გახარია მართალია ვერ მოიგებს, მაგრამ რომ წააგოს, ახლა ისეთი ხელსაყრელი პერიოდია, რომ წაგებითაც მოიგებს. ხედავთ? როგორი ჩამაფიქრებელი სიტყვები ვთქვი, ძვირფასი. აი ოპოზიცია სად არის ახლა ძალიან მაინტერესებს. ხალხო გახარიამ გამოთქვა უკვე არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. სად ახართ თქვენ გამაგებინეთ? თქვენ რა პოზიცია რას აფიქსირებთ?
მე ვფიქრობ, ახლა არის ზუსტად ის მომენტი, როცა ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და ხელი მოაწეროს მემორანდუმს გაერთიანების შესახებ და შექმნას ერთი დიდი პლატფორმა, რომელზეც გაერთიანდება ყველა პლატფორმა, რაც აქამდე შეუქმნიათ. არავით ხელისუფლება კი არ შეიძლება, მაგრამ ის პლატფორმები აღარ დაიკარგება, რაც აქამდე გააკეთეს, თორე იმდენია უკვე რომ შეიძლება ბევრი გაიბნეს ესე სიჩქარეში და ვეღარ მივადევნო თვალყური აი ამ პლატფორმებს. მონოლოგის ბოლოს მინდა ერთი რაღაც გითხრათ, მიუხედავად ყველაფრისა, ყველაზე მაგარი ქვეყანა ვართ მაინც საქართველო. მეცაც გეტყვით, ყველაფერში პირველები ვართ და რატომ იცით? ყველა რო თავის საქმეს აკეთებს, ამიტომ ვართ ყველაზე მაგრები და ყველაფერში პირველები. მომღერალი რო კარატის მასწავლებელია, ფეხბურთელი ქალაქის მერი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი დეპუტატი, აგროინჟინერი, პოლიციელი, არც ისე წარმატებული ფეხბურთელი პრეზიდენტი და რაც მთავარია ბატების მწყემსი ქვეყნის მართველი, აი ამ ყველაფრის ფონზე მართლა კარგად ვართ ძვირფასო მეგობრებო. ამიტომ ვერ მოგვერევიან. ამიტომ ვერ მოგვერევიან ესა ჩემი ბოლო სიტყვა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურ აფორმებს ბენდით ამონალეკო ეჟილსენზო. მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წიფლიძე. მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ, გადაცემის წარდგენია კომპანია PSP. PSP ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მისი ინტერესებზე ზრუნვაა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია სანდომი, ტკბილეულის და სნექების მრავალფეროვნება. სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი. გადაცემის სპონსორია ბაზარი ქალაქი ქალაქში სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. აქვე შეგახსენებთ, ყოველ სამშაბათს YouTube არხზე რუსკა მაყაშვილი წარმოგიდგენთ პოდკასტს რა ბაზარია. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი, უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძეზე და დააგროვე 5% მეგობარ ბარათზე. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. გადაცემის პარტნიორია Voice-G ავტომოპასუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. ძვირფასო ტელემაყურებლებო, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენმა შემოქმედებით ჯგუფმა გავაკეთეთ ახალი გასართობი არხი, რომელსაც დავარქვით ჩვენი არხი, რომლის მოძებნაც მარტივად შეგიძლიათ მაგთიზე 45 ნომერი, სილქნეზე 345, ახალქსელებზე 345 და მარტივიზე 45. კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ-შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და ქართული ოცნების მიღწევებზე მინდა წარმოგიდგინოთ პროპაგანდისტული არხის სპეციალური საინფორმაციო გამოშვება. ვნახოთ. მოგესალმებით. ეთერშია იმედის მომცემის საინფორმაციო ანალიტიკური გადაცემა. და მე ჩვენს მთავრობაზე შეყვარებული ამ ანალიტიკური გადაცემის წამყვანი ვანო ჯავახიშვილი გახლავართ. პირველ რიგში სანამ დღევანდელ გადაცემას დავიწყებთ, მანამდე ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოუხადოთ ჩვენს ძვირფას მაყურებელსა წინა გადაცემაში ჩვენი ხელისუფლების მხოლოდ 1345 მიღწევა გაგაცანით. გვიდებით რომ ამ რიცხვს დღევანდელ გადაცემაში აუცილებლად გავაუმჯობესებთ. ახლა კი პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება ამ მთავრობის მიღწევებზე შეყვარებული ძალიან პოზიტიური ჟურნალისტი თამუნალეკო ეიშვილი. მოგზაურობთ ხალბატონო თამუნა. მოგესალმებით ვანო. დიდი მადლობა. მოდი დავიწყოთ უკვე პირდაპირ მიღწევებზე, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემის ქრონოლოგიაში მოკლეა, ამიტომ ყველაფერი ჩავატიოთ. კი ბატონო, მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ამ კვირაშიც ჩვენს ხელისუფლებას ძალიან კარგი მიღწევები აქვს და ჰქონდა. ჩვენი პრემიერი ირაკლი კობახიძე მიწვეული იყო ევროპის პოლიტიკურ სამიტზე ალბანეთში. ვანო, აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძე ამ სამიტზე შეხვდა თითქმის ყველა ევროპელ ლიდერს. ჩვენ მოვიპოვეთ ფოტოები ამ შეხვედრიდან, რომელსაც ახლა ჩვენს მაყურებელს ვაჩვენებთ. აბა ვნახოთ. ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი. დიახ, ჩაასაშკარო. შემდეგი კობახიძე და ემანუელ მაკრონი. კიდევ ვინ რომელია? შემდეგი ფოტო კობახიძე და მერცი. მერცი და საინტერესო
და შემდეგი კიდე და შემდეგი არის კობახიძე და ურსულა ფონ დერ ლაიენი. ფონ დერ ლაიენი, ძალიან კარგი შეხვედრები სხვადასხვა ანუ ოპოზიციური არხები ცდილობდნენ უარყოფითად წარმოეჩინათ უშუალოდ მაკრონის და კობახიძის შეხვედრა. და ამბობდნენ, რომ მაკრონმა ირაკლი კობახიძეს მხარზე ხელი დაარტყა. მაგრამ კადრს თუ კარგად დავაკვირდებით, ნათლად ჩანს, რომ კი არ დაარტყა, არამედ მეგობრულად მოუთათუნა. დიახ, თამუნა, არ შემიძლია არ დაგეთანხმო, ძალიან დიდი სხვაობაა დარტყმასა და მეგობრულად მოთათუნებაში. ნამდვილად ასეა, ვანო, სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ამ სამიძე კობახიძე ემანუელ მაკრონს არა მარტო შეხვდა, არამედ მათ რამდენიმე წამით გაისაუბრეს კიდეც. ჩვენ თარგმნეთ რაზეც ისაუბრეს და შეგვიძლია ვნახოთ ეს ვიდეო. ძალიან საინტერესოა ვნახოთ. ბატონო ირაკლი, პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ჩამოხვედით. ხო იცით, თქვენს გარეშე ეს სამიტი ვერ ჩატარდებოდა. ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ თქვენ და თქვენი ხელისუფლება ხშირად რომ გვაკრიტიკებთ. ვიცი, ეს ისევ მხოლოდ ჩვენს გამოსაფხიზლებლადაა. ამას წყალი არ გაუვლა. ჩვენ ევროპელმა ლიდერებმა გავიაზრეთ ჩვენი დანაშაული და საქართველოსთან ურთიერთობა ისე მოგწყურდა, ვით წყარო ანკარა. მე თქვენ ლექსიც დაგიწერეთ, ბატონო ირაკლი, და მინდა რომ წაგიკითხოთ. გზავრი ვარ შენზე ფიქრებს უნდები და deep state-თან თამაშს უნებელს. მე დავბრუნდები, ხო დავბრუნდები. მე შენითმები დამაბრუნები. არაჩვეულებრივი სიტყვებია, ჩვენ არ ვიცოდით ამ ტექსტის თარგმანი და მიხარია რომ ჩვენმა გუნდმა ეს საუბარი თარგმნა. დიახ. კი, ვანო, ირაკლი კობახიძემ და მაკრონმა სულ რაღაც 25 წამში ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე. ეს იყო საქმის წამიერი მოგვარება. ვანო, ეს იყო ერთი ნახვით პოლიტიკა. შემდეგ რა მოხდა? შემდეგი თემა მინდა მაყურებელს გავაცნო ერდოღანის მოწვევით. სტამბოლში გაიმართა მოლაპარაკება რუსეთს, უკრაინასა და ამერიკას შორის, სადაც განიხილეს თუ როგორ აწარმოონ საქართველოსთან ურთიერთობების დათბობის პოლიტიკა. დიდხნიანი მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ საქართველოს ანგარიში უნდა გაუწიონ ყველა საკითხში. მოლაპარაკების ბოლოს ასევე ისაუბრეს რუსეთ-უკრაინის ომზეც. ომზეც მოუწია. ხო, ნუ შეეხდნენ ამ თემასაც. სხვათა შორის ალბანეთის სამიტზე ვიდეო კოლით ჩაერთო ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მოდი ვნახოთ მისი ჩართვის ვიდეოც. მოგესალმებით. ჩემი აქ ჩართვის მიზეზი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა მივესალმო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ირაკლი, გამარჯობა. მე მივიღე შენი წერილი, წავიკითხე და ბევრი ვიტირე. ეგ წერილი გადმომცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკოსმა, კიმბერლი ლოუ. რომ არა კიმბერლი ლოუ, მე ამერიკის პრეზიდენტი ვერ გავხდებოდი. ღმერთმა დალოცოს ამერიკა და მისი საიმედო საყრდენი ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ესაც არაჩვეულებრივი ჩართვა ჰქონდა ნამდვილად. რომ ამერიკა ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილია. ნამდვილად ასეა. სხვათა შორის, ვანო, ალბანეთში ჩასვლისას ჩვენს უნაკლო პრემიერ-მინისტრს აეროპორტში კონტროლის პუნქტზე დაატოვებინეს წყალი, საპარსი ქაფი და ღირსება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ირაკლის სწორედ ისე მოიქცა, როგორც ყველა ელოდა, დატოვა წყალი და ქაფი და ღირსება ისევ უკან წამოვიდა. დიახაც, ქვეყანაში დაგვიბრუნდა ღირსეული და ლეგიტიმური პრემიერი. დიდი მადლობა თამარ, ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. ძვირფასო მეგობრებო, ეს გახლავთ ჩვენს ხელთ არსებული ბოლო პოზიტიური ინფორმაცია ჩვენ დროებით გემშვიდობებით და დაიმახსოვრებთ, ღირსება ვიზებში არ იცვლება. ნახვამდის. ძვირფასო მეგობრებო, მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ გადაცემის წამდგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მისი ინტერესებზე ზრუნვაა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია სანდომი, ტკბილეულის და სნექების მრავალფეროვნება. სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქში სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. აქვე შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს YouTube არხზე რუსკა მაყაშვილი წარმოგიდგენთ პოდკასტს რა ბაზარია. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა, სიახლე გვირილაში. გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და დააგროვე 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია Voice-G ავტომობილსახურის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა გააკეთა ახალი გასართობი არხი, რომელსაც დავარქვით ჩვენი არხი.
რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენს პულტებზე მაგთიზე 45, სილკნეზე 345, ახალქსელებზე 345 და მარტივიზე 45. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ სალომეს და ბიძინას თვალით დანახული პოლიტიკური ვითარება, რომელსაც დავარქვით მაკიატო. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში, ინსაუნდის სტუდია, რომელსაც ვენდობით. ნახოთ მუსიკალური ნომერი. ძირფასო მეგობრებო, მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ანა წითლიძე. მოგესალმებით ანა, ძალიან დიდი მადლობა. მიხარია რომ მოხვედი ჩემთან გადაცემაში სტუმრად ამ ძნელბედობის ჟამს. მოიცალე და მოხვედი ძალიან ისეთი პერიოდი უდგას ქართულ პოლიტიკასაც და საქართველოსაც, ხო? ნუ არასასიამოვნო, მოდი ესე ვთქვათ. რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ შენ გიყვარს ხოლმე ვრცლად საუბარი ყველაფერზე. ღიად საუბარი ყველა. მე მაგიტომ მიყვარს შენი სტუმრობა, რომ საერთოდ არ აგაქვს არანაირი შეზღუდვები. მე როგორ ჭეშმარიტი მეგრელი ხალი წამში 40 სიტყვას ვამბობ ხოლმე. კი ბატონო, მოდი თავიდან დავიწყოთ ალბათ ზურას ამბით, ხო? ზურას ამბავი ძალიან მძიმეა ჯაფარიძის, იმიტომ რომ რაღაცა აი ეს პროცესი დაიწყო ქართულმა ოცნებამ. რა პროცესია, რა სჭირდება? აი ახლა აი ესეთი პოლიტიკური ტემპერატურის კიდე უფრო მაღლა აწევა მას. ხო, ეს ხო პირველ რიგში ჩემი ძალიან დიდი სოლიდარობა ზურას და ყველა იმ ადამიანს, ვინც თქვა რომ გირაოს არ გადავიხდით და ჩავჯდებით ციხეში. და მართლა რეალურად ის რეალობაა ახლა რომ გარეთ ყოფნა უფრო ტეხავს ახლა რომ აი ვიდრე ციხეში ჯდომა ახლა ციხეში ჯდომა არის რომ აი ბოლოდ გარეთ არ იყო და ციხეში იყო ჯობია გარეთ რო ხარ და დაჭერილი თუ არა ხარ რაღაცა უკვე ეჭვები ჩდება რომ მიხე რატო არ დაგიჭირეს ხო საბოლოოდ ახლა რეჟიმი რა არის რეჟიმი ეს არის რომ რეჟიმი ბოლოს ყველას მიადგება ხო სისტემა ბოლოს თავისივე შვილებს და ჭამს თავის ხალხს მიადგება. ამიტომ კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ ჯერ ახლა დაიწყებს ჩვენით ოპოზიციით. გულწრფელად რომ გითხრა, ახლა რა მოისრუნდა კონტექსტი, ახლა ბიზნესს რომ რაღაცა ადეკვატურობის კონტექსტ წარმოიდგინე, შენარჩუნებული, ახლა რაში უნდა ჭირდებოდეს მაგას ზურას დაჭერა. მერე გვარამიას დაჭერა, მერე კიდე იქ მელია უნდა დაიჭეროს, მერე პოლიტიკური ლიდერები უნდა მიაყოს, ახლა ეს გირაოც ხო არ ნიშნავს ვაშაძის და ლელოსი რომ ისინი არიან არ ნიშნავს პროცესი მიდის და შეიძლება ნებისმიერ დროს დაიჭეროს ნებისმიერი, ხო? რაში უნდა აწყობდეს წარმოიდგინე, იმიტომ რომ ესენი ყველაფერს ციხეში იყვანა. გარეთ თუ ვერ ხდეს ახლა ციხე ხო შეიძლება რომ ყველა ერთად ციხეში მიშასოს, ეს მიანიშნებს იმას რომ თვითონვე შევიდა ჩიხში. ხე ანუ და ანახოს ჩიხია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ არსებობს ახლა ანუ რა მოვიდა რომ აი ანუ და თქვას რომ ეს კანონი რაც მიიღო ბლეფია და ეს კომისია რაღაცა ბლეფია და ვერ ასრულებს ამ ყველაფერს ან რეალურად უნდა დაიჭიროს მთელი პოლიტიკური ელიტა რაც მისთვის რა თქმა უნდა პრობლემა იქნება ახლა ხო ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ამერიკელებთან ევროპელებთან წარმოუდგენელი და ტემპერატურასაც რეალურად ქვეყანაში აწევს ამიტომ არაფერში არ უნდა აწყოდებს, მაგრამ ნუ ეხა ესენი დიდი ხანია გასული არიან ამ ადეკვატურობის მე მგონი ხო გონივრულ გადაწყვეტილებას არ გავს ეს უბრალოდ რაღაცა აფექტის როდის მიუღიათ ხა გონივრული გადაწყვეტილება. იცი რა არის შემდეგი ეხა ეს ამერიკის თემა ალბათ ეხლა წამოეწია შეიძლება უფრო ვერ იყვნენ ხასიათზე რუბიოს განცხადება ხო? ურსმაი დააჭედა ბოლოს ხესას. ეგ რას ნიშნავს ურსმის დაჭედება ეგ? აი ნახე როგორ იყვნენ ისე ძალიან ისინი არიან. აი ჩვენ ხო გონია რომ რეჟიმია დამაგრებე და რეალურად ძალიან საწყლები არიან, იმიტომ რომ მთელი წინასაჩემო კამპანია თავის ამომრჩეველს და ბიზნეს წრეებს ვიღაცებს ატყუებდნენ და ანუ რითი აიმედებდნენ ახლა რომ ცოტა გვაცადეთ და იქ ტრამპი მოვა. თან ტრამპი ჩვენია. იანვრამდე ჩავაწყოთ ბიზნესა დაალაგებს. მოკლედ ტრამპთან. და ეხა უცებ რა მოხდა? ამიტომ უცებ მოხდა ის რომ ეს სანქციები კიდე დაეწიათ. პლუს გუშინ ახლა გამოვიდა რუბიო და პირდაპირ თქვა. ხო. ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა რომ ანტიამერიკული არიანო და ახლა ტრამპისთვის ანტიამერიკული ხელისუფლება რას ნიშნავს? ისედაც 1000 რაღაცებს ამბობს. ანუ წარმოუდგენელია, მაგრამ მთელი მაგისი ხო ტრამპის ეს არის რომ ამერიკის ნაციონალური ინტერესი და ამერიკის ეროვნული ინტერესი და რუბიოს განცხადებას რო უსმინო თქვა რომ ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონშიო, სოფლის ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონშიო ანტიამერიკული ხელისუფლება, ანუ დედა არ ყავდა საერთოდ რა თქოს. და მე ყველაზე მაგარი პირი იყო, ეს განცხადება ხო ანუ შოკი იყო მაგათთვის და მე გამოიყვანეს ეს რო ყავთ ეს
საგარეო საქმეთა მინისტრი ეძახიან რა, ბოჭორიშვილი გამოიყო ეს რუსთაველზე და ეხა მაგა როგორ გააправა ეს ყველაფერი ნახე რომ ანუ ეცადა რომ გაეправებიან და თქვა რომ ეგრე არ უთქვამს რუბიოს ანუ იქ რო ეს არისო რა ქვია მაგანთა უსვას კითხვაო ნახე ფორმულირებით და იძულებული გახდა ეგ ეპასუხაო და რა ქნა მე საალჩო ანუ უთარგმნა რუბიო უთარგმნა და გამოაქვეყნა საალჩოს გვერდზე რომ აი ეს თქვა რუბიომ და ინგლისური თარგმანი და ქართული დედანი რომ ეს არის ასე თქვა და მოკლედ რომ ვთქვათ რომ დედა არა ყავთო აი ეს ხელოვნური ინტელექტის ჩარტეს იმას სალკე ათარგმნეს Google Translate სალკე და ყველანაირი ვერსია შესთავაზეს აი კი მაგრამ რეალურად მათქაო რა არის მნიშვნელოვანი რომ ისეთი საკუთარ ამორჩეულს ისე არცევს ქართული ოცნება პატივს რა ესეთ სულელები გონიათ საკუთარი ამორჩეველი რომ აი ეს შეუძლიათ რომ აჭამოდი ხლა რომ იქ რუბიოს აჩამებინეს ну იცი რა არის ბევრჯერ აჩვენენ მაგრამ ყოველთვის ყოველ შეჭამენ ეს ხო აი ეგ მაინტერესებს მაგრამ ნაცების ჯინაზე ყველაფერი შეჭამენ 13 წელი ხო ნაცების ჯინაზე ყველაფერი ჭამეს საერთოდ კოცების აურჩევება და ეხაც მოსალოდე თვითონ ეს პროპაგანდაც ეს თუ მისი მათი ტელევიზიაც რაღაცა ამ მათ ამორჩეულს ჩუქნის პატარ-პატარა სიხარულებს მაგალითად ნუ ხელი საწევა რომელიც ნუ დამონტაჟებული იყო მაგრამ მაინც გაუხარდა მათ ამორჩეულებს ხელი აუწია ტრამპმა მაგრამ სხვა საუწია მაგრამ გადმოწიეს და აქეთ ჩასვეს და აღმოჩნდა რომ მას უწევს არის მაგალითად მაკრონს ხელი დაარტყა ზემოდან ეს იყო აი ფაქტიურად ამ ხელისუფლების აი 19 წლის მანძილზე რას მიაღწიეს ანუ სანამდე მოგვიყვანეს უბრალოდ წარმოიდგინე და მე ძალიან შეურაცხყოფილად ვიგზავდი თავს ქართული ოცნების აურჩევლის ადგილას. ანუ 13 წლის მანძილზე ჩვენ რას ვიყავით შეჩეული? ჩვენ ვიყავით შეჩეული რომ საქართველო იყო თითით საჩვენებელი რეფორმების კუთხით. ანუ ჩვენთან ჩამოდიოდა ამერიკის პრეზიდენტი, ჩვენთან ჩამოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და ჩამოდიოდა ისეთი მაღალი თანამდებობის პირები და აი ჩვენი პირველი პირები რო იქ ჩადიოდნენ საერთოდ რა ვიცი დახვედრები და ამბები ქონდა და ანუ 13 წლის მანძილზე ჩამოგვიყვანეს იქამდე რომ ანუ ვიღაცა რო სხვას უწევს ხელს იმას გვასახებენ რომ ეგ არის დალაგების პოლიტიკა ანუ წარმოგიდგენია რა აი ამას ასახებენ და აი ამაში უნდათ რომ დააჯერონ საქართველოს მოქალაქეები რომ ეს არის 13 წლის მანძილზე ქართული ოცნების ყველაზე დიდი მიღწევა მინდა შევეხო იმ თემას რატო წარმოიქშვა ეს თემა ზოგადად ვერ ხვდები მე პირადად მიშას პლაკატები აი მიშას პლაკატებზე აი ხო შენი კომენტარი მაინტერესებს იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ამ ხელისუფლებამ ის პოლიტიკური ფიგურა დაიჭირა მე ვფიქრობ რომ ყველა პოლიტპატიმარია ჩემი აზრით იმიტომ რომ რადგანაც სასამართლო არ არის სამართლიანი შესაბამისად ყველა განაჩენი შეგვიძლია ჩავთვალოთ არასამართლიანი მე ესე ვუყურებ თუ რო ეხლა ბიძინა ყავდეს კობახიძეს დაჭერილი და ბიძინას პლაკატით იდგეს იქ ვიღაცა ეს გამოხატის თავისუფლებაა მიხვდი არის კი მართლა ეგრეა რომ გამოხატის თავისუფლება ვერ კობახიძეს ბიძინა ყავდეს დაჭერილი სხვათა შორის ეგ თეორია მაგაზე აი ფიქრე აბა მაგაზე სხვათა შორის ეგ თეორია მაგი ხანდახან გიждები ხომ რა არის ყველაფერს შორის ხანდახან ეგ თეორია იყო ხომ ყველაზე მაგარი ერთი პერიოდი შეატყვა რომ კობახიძე რო დააწინაურა აი ხო ვერაფერმა ესენი რეჟიმი მაინც არის ხო და აი ბოლოს სასოწარკვეთილი იყო რომ იქნება კობახიძე მოუღოს ბოლო ბიძან ივანიშვილს აი ეგ თეორიები ვითარდება აი რო გონია რომ ძალიან ნორმალური ხალხი არიან ხო იცი და ანუ შოუში იყო ძალიან სერიოზული ხალხი ანუ მათ შორის იძახდა რომ კობახიძე ისე გაძლიერდაო რომ ივანიშვილის მოშორება უნდა კობახიძის ხელით რუსებს და აი მაშინ მივხვდი რომ მან ძალიან ცუდად ჰქონდა აა ძიმე შემთხვევა ესე იყვანას და ეხლა ნახე რა შეხება მიშას და თუ ჩვენ ვამბობთ რომ ევროპული ღირებულებებისთვის ვიბრძვით და აი ამდენი ხანია ქუჩაში ვდგავართ ევროპული ღირებულებებისთვის ხო ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი მთავარი არის გამოხატვის თავისუფლება. რომ შეიძლება ვერავის ვერ შეუზღუდავ გამოხატვის თავისუფლებას. მე მინდა იქ მიშას ბანერი დავდგები, მინდა ვიღაცა სხვის ბანერი დავდგები და შენ არ გაქვს უფლება რომ მოხვიდე და ეს მე დამიშალო. ერთი სამართლიანი არ არის, მეორე ეს არ არის ის ჩვენ შეიძლება წარსული შეფასებებზე ვიდაოთ
მას შემდეგ რაც რეჟიმს დავამარცხებთ. თორე რეჟიმი თუ აი ესე გაგრძელდა, ჩვენი პარტიული განსხვავებები ან ყველას მოგვიწევს ერთ ციხეში ჯდომა. ერთ ციხეში იჩხუბებთ მე და მე ხა ციხეში ნაცები არ მობრუნდეს. ეს კი, აი ეგ და ციხეში მე იქნება კი დავა იმაზე რომ არა მე ნაცების კამერაში არ ჩავჯდები, ეგ არის კიდე ერთი. მოუწევთ ჩემთან ერთად მოუწევთ ჯდომა და იქ უარესია დავჯერ მე გამწარებული ხა ციხეში ის რომელიმე მომისვენ ხა ვიცი მე მანდ მიშას ბანერი არ იყოს ხო მივახრჩობ და ამიტომ კი უარესია მათი ხო არის ეს ახლა ეს 9 წელი ხო არის ის 9 წელი ესე ეძახიან იქიდან რამდენი კაცია დარჩენილი ახლა თქვენ პარტიაში აუ ეგ ძალიან მაინტერესებს ეგ არის ძალიან მაგარი ხო და აქაც ჩანს რამხელა აი ძალიან ტელევიზორში რო ჩანა და რო წარმოგიდგენიათ რომ ჭკუა მოიკითხება ისეთი ხალხიც კი არის აი ამ პროპაგანდის ქვეშ სულ არის ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი ესე იგი ვინმე რო არ დავაკლო 6 თანამდებობის პირი. ძველი ხელისუფლებიდან 6 კაცია თუ დარჩენილი. ხო. დანარჩენი ვარ ყველა ვინც მოვედით 2012 წლის მერე და არ ვყოფილვართ უბრალოდ ნაციონალურ მოძრაობაში. ოღონდ ეხლა რა ხდება? ნახე? ეხლა რა ხდება? ახლა რო შეხედო ყველა პოლიტიკურ პარტიას. ვინც იძახის რომ ოპოზიციურს, ვინც იძახის რომ ნაცები არ უნდა მობრუნდნენ. არა ნაცები არა კოცები უნდა მოვიშოროთ მაგრამ ნაცები ანუ ყველა პოლიტიკურ პარტიაში ნაციონალური მოძრაობის დროს რო იყვნენ მინისტრები ელჩები ხო მუშაობდნენ პროკურატურაში კი ბატონო აი ესეთი ხალხი გადანაწილდნენ სხვა ოპოზიციურ პარტიაში და მე სოფო ჯაფარიძეს ლევან ხაბეიშვილს და თინა ბოკუჩავას რომელიც ვიყავით სკოლაში უნივერსიტეტში და ბაღში ანუ გვეუბნებია რომ თქვენ არ უნდა მოგვიდეთო და ხალხო თქვენი ხავით თორემ მე თუ მიბრუნდები ბაღში სკოლაში უნივერსიტეტში უნდა მიბრუნდე ეგრე ვიყავით ჩვენ მაშინ რა კაი შედარება იყო საერთოდ მაგრამ აი ეგრეა ანუ ესე იგი მაგ ბიზნესით მაშინ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა მობრუნდეს იმიტომ ყველგან არის საკუთარ თავებზე იძახიან მაშინ თუ იძახიან საკუთარ თავებზე იძახიან რომ და ჩვენ ვიცით ის რომ მიუხედავად განსხვავებებისა ვის მოსწონს და ვის ვინ არ მოსწონს ჩვენ თუ ყველა ერთად ეხლა ესენი არ დავამარცხეთ მაშინ ჩვენ დავკარგავთ სამშობლოს და ჩვენ ყველას ერთად დავმარცხდებით ხე აი ეს რო არის თავარი ეს ნაციონალურ მოძრაობას ახსოვს და ამიტომაც ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის როცა ჩვენ თავს გვესხმოდნენ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით რომ ამ ყველაფერს არ ავყოლოდით რომ აი ამ საქართველოს მოქალაქეებში არ იყოს რომ რაღაცა იქ ნახე ოპოზიცია კიდევ ერთმანეთს ჭამს. ჩვენ რა ვერ ახსენით. ანუ ნახე, ჩვენ ადამიანებს ვერ ახსენით რომ ევროკავშირი და ნატო შეიქმნა იმისთვის რომ ომი აღარ იყოს ევროპაში და მსოფლიოში. რომ ეს ორგანიზაციებში ინტეგრირება იმიტომ უნდა საქართველოს რომ ომი ავიცილოთ თავიდან და ვიყოთ დაცულები. ეს შემოგვიტრიალა ეს რუსები, მანო რუსკოცება უკუღმა და ხალხს აჯერებდნენ რომ ესენი რო არ იყვნენ ომი დაიწყებოდა ამ ქვეყანაში და ჩვენ პროფესორები გეუბნებოდნენ რომ ნუ ლაპარაკობთ ამაზე. კაცები რო გათხოვდებიან, მაგაზე რა აზრი არის, აი მაგაზე სოფლებში ხალხი. ხო, იცი რა, ჩვენ და სამწუხაროდ უნდა ვთქვათ რა, ეგ პროპაგანდა მუშაობს. ხო. კი, მუშაობს რა თქმა უნდა. ეგ პროპაგანდაც და ბევრი ისეთ ადამიანს ვისგანაც გამკორებია, ანუ უთქვამთ ჩვენთვის რომ რა თქმა უნდა ხა რუსების დედაც და რუსები მტრები არიან და ამბავი და რაღაცა, მაგრამ ანუ ის არ მინდა ეხა რომ კაცმა კაცი მოიყვანოს ცოლად, ანუ თქვენ გიგანიოთ ხას, მაგრამ კაცმა კაცი მოიყვანოს და მე შოქში ვარდებოდი რომ ხალხი ვერ ხვდებით რა ხდება თქო, ანუ ეს პროპაგანდაა, ნახე, ამას მე მეუბნებიან ადამიანები რომ აი ეს არის. კი, არის ეს პროპაგანდა. მე მაინტერესებს აი ეს ოპოზიციის მემორანდუმები და პლატფორმები. აი უფრო ძირითადი დროის გატარება და საპროტესტო მუხტი მიდის იმისკენ რომ აი ოპოზიცია ჯდება, რაღაცა მემორანდუმს მოიფიქრებენ, მე ყველანი ჩამოეწყობიან ხელს მოაწერენ რომ ამას არ გადაუხვევენ. და მე არის იქმნება პლატფორმები, ბევრნაირი პლატფორმა არის. ჯდებიან ამ პლატფორმებზე, მსჯელობენ და გამოდიან მე მიკროფონებთან საუბრობენ რომ ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და დადებითად ვუყურებთ აი ამ მოვლენას რაღაცას. შემდეგ იქნება რაღაცა პერიოდის მერე ამ პლატფორმას კიდე ერთი სხვა პლატფორმა შეუერთდება, უბრალოდ ის სხვა პლატფორმაა, მაგრამ იგივე ხალხი დაკომპლექტებული, მაგრამ ეს სხვა მიმართულების პლატფორმა. როდემდე უნდა ვუყუროთ პლატფორმებს და მემორანდუმებს
მემორანდუმების ხელმოწერებს. საერთოდ დამეფიცება, რომ არც ერთი მაგ პლატფორმის წევრი მე არა ვარ. არაფერზე არ მოგიწევს. არა, იმიტომ რომ ამერია უკვე სიმართლე. აი, მაგრად ამერია უკვე. ეხლა ბოლოს რომელი პლატფორმაა? არ ვიცი, მე უკვე ისე ამერია რამდენი პლატფორმა, იმიტომ რომ იქ რაღაცა იქნებოდა, მე ერთი პერიოდი რა საგიჟეთში ვიყავით, ნახე, ანუ რომ იქნებოდა პლატფორმა იმისთვის, რომ მოემზადებინა მეორე პლატფორმა და ამ მეორე პლატფორმის მოსამზადებელი კომიტეტის ქვეკომიტეტი იკრიბებოდა მაშინ. ჩვენ გქონდა მონაწილეობას და იქ მახსოვს რა. საგიჟეთში ვიყავით მართლა რა და მე საერთოდ გონია რომ ამდენ პლატფორმა და მემორანდუმს აი ამდენი ქმედითი ნაბიჯი რო ქონდათ. ხო. ერთი საარჩევნო უბანი რო ჩაიბარებინათ. ადამიანს. და ამდენი ემოძრავათ უბრალოდ იმ საარჩევნო უბანზე. ანუ რომ გონია რომ კი, ბევრ უფრო მეტ ადამიანს დავიცავდით ისე რომ არ შეეშინდებოდა არჩევნებზე მისთვის და ოპოზიციისთვის მისცემა. ერთი ესეთი კითხვა მაქვს. აი ხა ბოლოს იყო ძალიან საინტერესო ინფორმაცია სენაკის მერთან დაკავშირებით. ეს ყოფილა საოცარი ადამიანი. 38 მილიონის ტენდერი აქვს მოგებული სენაკის მერს. 17 ტენდერი აქვს მოგებული. რა ხდება ამ სენაკში გამაგებით რა ქალაქია ესეთი რომ 38 მილიონის ფული ტრიალებს. არა და ანუ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მუნიციპალიტეტია რომელსაც ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს იმისი რომ განვითარდეს. ერთ-ერთი ულამაზესი ძალიან მიყვარს და ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი. ხო, ღარიბი. სადაც ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველია და სადაც რეალურად სენაკის რესურსების გამოყენება აი არაფერში არ ხდება. სადაც ყველაზე დაჩაგრული მუნიციპალიტეტია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. კი, გავლით ლავსენაკში დაყოფდა. ეს ახლა ახალი ამბავი კი არ არის, კაცო, ეს მე ცნობილია, მაგაზე ბრიფინგებს ვაკეთებდი და ნახე ახლა როგორი ბანძები არიან ამაშიც რა. თვითონ ხო ჭამენ, ანუ 38 მილიონი ხო ჭამა. თავისებს კი არ აჭმევენ და მოგიყვები ახლა ერთ რაღაცას რა. სენაკის ეხება ესე. ქორწილში ვარ მოკლედ სამეგრელოში რა. ხო. ოღონდ როგორი პერიოდია, იცი? არჩევნები, საარჩევნო პერიოდი იწყება ისეთია. რა? და ეხა ისეთ ქორწილია რა, ნაცებიც არიან, ქოცებიც არიან, შუაშისტებიც არიან. რა, ეს 500 კაციანი ქორწილია, ხო, იცი, მეგრელების ამბავი და წარმოუდგენელი რაღაცა ხდება და აი ამ იმის შუა ქორწილის დროს ვიღაც 1-50 წლამდე მამაკაცი მოდის ჩემთან და მე ვარ გამარჯობათ ქალბატონოვანი, გამარჯობათ და იცით რა, მე თქვენი აუჩაველი არ ვარ, მაგრამ მე მაგ ნანახი თქვენი ვიდეო როგორ ურტყამთ დაჩი ბერაიას. დაჩი მახსოვს. ხო, დაჩი ბერაიას. მე ცოტა ხანში გავიდან, მეც ახლა ესე გავუცით, ახლა თან ჩემი აუჩაველი არ არის და მივხვდი რომ რაღაცა ქოცია რა. კაი, რაღაცას გიმზადებს. ხო, ახლა მე ვიტყვი ხა აქ რაღაც. მოვიდა ცოტა ხანში რა. მოვიდა და მეუბნება რომ იციო რაო, კიდე ერთი ვიდეო ნახე თქვენიო რა. აიო, ყაველაშვილს რო აგინეთო რა. მე ვიტყვი რომ კარგი ხო, გავიგიხ ძალიან ხერხულათან დიდად არ ვსიანოს ახლა რომ მეუბნება ნახევან. და მოდის მესამეთ ჩემთან და მეუბნება, ანრიო ხანაშვილს ფურცლები რო ჩაარტყითო. ხო, ეგეც ნანახი მაქვს. რომ აი ეგეცო ნანახი მაქვს. გაიარა ამ ქორწილმა. ანუ და მორჩა არჩევნები და აგერ ახლა ერთი კვირაა გასული და იმავე ოჯახში შევხვდი ამ კაცს რა. ის რივის ქორწილშიც ვიყავი. მოდის და მეუბნება რომ თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს რა. ეხლა თითქმის უკვე ნათესავები ხო ვართ, ეხლა ქორწილში ვიყავით აქ ოჯახში ერთად მოხდა. ქოცი ვარ. 13 წელია ამ ხმებზე მუშაობ. ხო. აიპიში ვარ სენაკში 400 ლარი მაქვს ხელფასი. ხო. მილიონერი გახდა ეს ჩემი მერიო. ყველა არჩევნებზე მე მაპახავებენ რომ ხმები შეუგროვო და პირადობები ავაგროვო და ხელფას არ ემატებინ. ვისაც თქვენ დაარტყით და აგინეთ ყველა დააწინაურესო და 1-2-ო. იქნებ ან მაგინო. ან დავარტყა. სათხოვნელად მოვიდა რომ მაგინე ყაველაშვილი იყო და დასვესო, ხანაშვილი იყო და სუსის უფროსი გახადესო. დაჩი ბერაია რა ვიცი, კი წერა კითხვა არ იცის მართლა და ეგერ იუსტიციის პირველი მოადგილე გახას და მე არ მაწინაურებელ. 400 ლარი აქვს დღემდე 13 წელია. 13 წელია. საწყალი აუბედურებენ. 38 მილიონი აქვს, მე საკუთარ ამორჩეულსაც ეს 38 მილიონი ფაქტია მთელი გამოწურა ქალაქი. ანუ
აი რისი გამოდენაც შეიძლება ქალაქიდან ყველაფერი გამოწურა 38 არავის არ აგებინებს ხო ტენდეს მხოლოდ თვითონ არა მხოლოდ თვითონ რატომ აგებინებს ახლა ეგ აწყობილი აქვს ოჯახური ბიზნესი და ეხა მაგათ ნაცები უნდა ან ევროპა უნდა ანუ აი საერთოდ ფეხებზე კიდე ნაცები ევროპაც ეხა ეგ სხვადასხვა ჩემთვის ნათქვამი აქვს თქოცებს პარლამენტში ესეთი რაღაცის ბიზნესმენები რო არიან რა აი ძალიან შეწუხებული რომ ეუბნებოდი ხო იცი შეწუხებული რო ხარო შენ შვილებს თვალებში როგორ შეხედა და მე რო ხვდები რომ ვისელაპარაკები საერთოდ რა აი ესე მომიტრიალ და მითხრა რა ეხა შეგონია რა ვიტია ჯაფარიძეს აქვს ხოთაშორის ნათქვამი აი მიშას ადრეს ყანწეთ რო სავდა ხო ხსოვს და მე მიშას რო აგინებ და აი მაგას რომ რა ეხა შენ რა გონიაო რომ რუსები რო შემოვიდნენ რა ამდენი ფული რომ აქ ნაშოვი ახლა მას დაუკარგავო და რა მაგათა ვერ დავლაგდებიო ეგ ფსიქოლოგია აქვს აი ეს არის მაგათი ფსიქოლოგია რომ თავარია მოიპარონ თავარია მე ეგ თვითონ შეინახონ არ დაკარგონ და დანარჩენი ხა ეს ქვეყანა როგორ იქნება ბოლოსკენ მინდა ეს რადგან შენ აქციებზე ხშირად ხარ ჯარიმები გაქვს 50000 ხო ხო მან ხო იცი როგორ იმაში ვარ რა ქვია ანუ მე ვიცვლი მე ზუგდიდელი ვარ და იქა ვარ ჩაწერილი ამ ჩემი ოჯახის დედაჩემ მამაჩემი ცხოვრობს მან და თბილისში აქ ეს დაქირავებში რო ვარ ხშირად ვიცვლი ვინას რა და ვერ მაგდებენ ვერ პოულობ ანუ გამოწერილი და ჯარიმა ანუ ისე არის რომ რამდენჯერმე იყვნენ მოკლედ ჩემთან და დედაჩემ უთხრა რომ არ ვიცი ჩემი შვილი აქ არ ცხოვრობს არჩევნები მართლა არა უნდა ჩაიბარო უნდა ჩაიბარო რო ჩაითვალოს რო ჩაბარებული აქვს ანუ რამდენჯერ დაახლოებით 5ჯერ თუ 6ჯერ მივიდნენ დედაჩემთან დედაჩემ უთხრა რომ არ არის აქ მართლა არა ვარ იქ ეხლა და არ ვიცი თბილისში საცხოვროს დედაჩემ უთხრა რომ არ ვიცი ჩვენ საცხოვროს მისამართი მოძებნე თქვენ რა და ესენი ჯერ ვერ მეძებენ ამ ამბავში რა მაგრამ აქ ერთი ძალიან სასაცილო ისტორია კიდე ჯარიმების ამბავი რო იყო გახსოვს აი ეს ერთი პერიოდი რო იყო პოლიციელები რო აკაკუნებდნენ და ხან იძახდნენ რომ გაზის კაცი ვარ ჯარიმები რო უნდა ჩაებარებიან და პანიკა რო იყო რა ამ ჩემს კორპუსში სადაც ავარ მოკლედ მისამას არ ვიტყვი რა მომწონა მიწვალო კარგად ხო და ამ ჩემს კორპუსში აქციაზე დადიოდა ბევრი რა მეც დავდიოდი და ესე დადიოდი მეზობლები რა თქმა უნდა და ეხლა რომ ეს აიწია რომ პოლიციელები ხან გაზის კაცად ასაღებენ თავს ხან ვიღაცას ასაღებენ თავს და ასე შემდეგ მეზობლები შეთანხმდნენ რომ დაცვა ყავს კორპუსს და ვინმე უცხო არ ამოვიდეს რო არ ვიცით ისე იმიტომ რომ დადიანეს პოლიციელები და გაზის კაცად ისე თან ეხლა აქ წითლიძე ამ კორპუსში და შეიძლება მოვიდნენ დასაჭერად მოკლედ ეს კონტაქტი დეკემბერია წინა სახალხო დღეებია აქციაზე ვარ და მირეკავენ სამეზობლოს სასწრაფოდ მოდი და ჟურნალისტები მოიყვანე პოლიციელი დავიჭერეთ სანტა-კლაუსის ფორმაშიო. დავჭო, ეხლა ცოტა ძალიან გამიკვირდა ეხლა ხტები რომ მე თქვი ხა ამადგან კი ყველაფერს ველი მართლა პოლიციისგან, მაგრამ ხა სანტა-კლაუსის ფორმით რამ გააგიჟათ ხა ჩემ დასაჭერად რომ არ მოსულიყვენ ვიფიქრე და თან ჟურნალისტებს არ ვთხარი ისე მოდი ჯერ მე ვნახავ თქო რა ხდება თქო. მოვედი კორპუსში და ეხლა სცენა რო წარმოიდგინეთ, მთელი კორპუსი ქვევით არის ჩამოსული რა. დაახლოებით 50 ადამიანი ეს საწყალი სანტა-კლაუსის ფორმით დგას ესე შუაში, ეს ქუდი მოძრობილი, წვერები თავ ჩაღული და კაცმა დამინახა და ამოისუნთქა. და მოვარდი ჩამწკე რომ გალბატონოვანი მიშველეთო და რა ხდება მეთქი და კაცო გამოძახებით ავარო სანტა-კლაუსია რა. გამომიძახეს აქო. მერვე სართულის ნაცვლად შემეშალაო მეშვიდეზე მე და დავუკაკუნე კარზეო. რო დავუკაკუნე იქიდან მკითხეს ვინ ხარ და სანტა-კლაუსი და სანტა-კლაუსი და თქვენი რეჟიმის დედა წერტი. პოლიციელები და მე ვისაც მიუკაკუნე იმ სართულზე ყველა ბიზინა მაგინაო და ვეუბნები რომ სანტა-კლაუსია. დაჭერა არ უშევდნენ ხო არცა მე ჩამოათრიეს იქიდან წარმოიდგინე ეს კაცი და სანამ არ გაირკვა რომ მართლა და სანამ ის არ იპოვეს ის მობინადრე ვინც მართლა შულს გამოუძახა ეს სანტა-კლაუსი და შეეშალა უბედურს სართული და მერვეს ნაცვლად მეშვიდეზე იყო მანამდე მაგას არ უშევდნენ კაი იყო ძალიან მოკლედ არა ძალიან დიდი მადლობა იმაზეც მინდოდა მეკითხა კიმბერლი ლოუ რო იყო ზუგდიდში ჩამოსული როგორი დრო ატარეს მეთქი ხო გეცოდინებოდა მაგრამ ნუ აი მაგის იმედად რო არიან დარჩენილი წარმოიდგინე ეხლა რა დღეში არიან აი მაგის იმედად რო არიან დარჩენილი რომ აი რაღაცა ზუგდიდელებს ჩვენი გაჭერება გვეყოფა და ეხლა კიდე კიმბერლი ლოუ არ ჩაეყვანე საკრებულო ზუგდიდის საკრებულო კიმბერლი ლოუს ყველაზე მაგარი ნიუსია კიმბერლი ლოუ ზუგდიდის საკრებულო უმასპინძ ნამდვილად კარგი ძალიან დიდი მადლობა მე ვიცი რომ შენ ძალიან პოზიტიურად ხარ განწყობილი ჩვენი ქვეყნის მომავალზე იმიტომ რომ უკვე
ახალი ადმინისტრაციაც ძალიან აქტიურდება ამერიკაში და შესაბამისად საქართველოს საშველიც გამოჩნდა. დარწმუნებული ვარ მაგაში. ნათელია, სინათლეც შემოდის ჩვენს ფანჯრებში, მინდა ვთქვა. კი, აუცილებლად რო გავიმარჯვებ, მაგის ძალიან ჯერ ახლა გაგვაუქმებე ციხეში გაგვიშვებს, რაც არ უნდა ქნას. ჩვენ მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ და ჩვენ ვიქნებით, აი ნაცები ვიქნებით, ვინც ბოლო ვარსმას თავასწონ ყუბოზე ქართულ ოცნებას. რა გვიცი ზუსტად. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ანა წითლიძე იყო ჩვენი განაცხადის სტუმარი. მადლობა. ძირფასო ტელემაყურებლებო დღეს მე ამით გემშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში ახლა გავიქეცი მერიამ დიღმის საზოგადოებრივ ცენტრში დამასაკმა ტაიკვანდო სპეციალისტად და ბავშვები მელოდებიან და ვავარჯიშო ნახვამდის გადაცემის სპონსორია PSP. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა.